საფხული მოვიდა, მზეანათებს, გვიხარია, თუმცა სადღაც მაინც ყოველთვის გვესმის გაფრთხილება, რომ დიდხანს მზეზე არ დავრჩეთ, მზის დამცავი წავისვათ, მაგრამ რა აქვს მზეს ისეთი, რაც გვავნებს? ან ეს დამცავი კრემები საერთოდ რისგან გვიცავს? ან გვიცავს კი საერთოდ რამისგან? ბოლო პერიოდში ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება ისეთი მოსაზრებები, რომ მზისგან დამცავი კრემები მზის რადიაციისგან კი არ გვიცავს, არამედ თვითონ წარმოადგენს საფრთხეს, ერევა ჩვენს ჰორმონალურ ბალანსში, შეიწოვება კანით და გადადის სისხლის მიმოქცევის სისტემაში და საერთოდ ტოქსიურია ორგანიზმისთვის. მოკლედ ამ ინფორმაციების აურზაურში დღევანდელ ვიდეოში გავფილტრავთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელთაც ზურგ სამეცნიერო კვლევები და დადასტურებული შედეგი უმყარებს. ასევე გავარკვევთ რა არის SPF-ი, რომელიც მზისგან დამცავ ყველა კრემს ტუბზე აწერია, ზოგს 30, ზოგს 50 და ზოგს 100 და ასევე როგორ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემი სწორად. იმისათვის რომ გავიგოთ, რატომ გვჭირდება მზისგან დაცვა, ჯერ უნდა ის გავარკვიოთ, რომ მზე გარდა იმისა, რომ სიცოცხლის წყაროა, ასხივებს ულტრაიისფერ სხივებს. ეს სხივები კი ჩვენს კანზე მოხვედრისას კანში არსებულ უჯრედებში შთაინთქმება და ამ უჯრედებში არსებულ გენეტიკურ ინფორმაციას, ანუ DNM-ის მოლეკულას აზიანებს. შედეგად, რა თქმა უნდა, ჩვენს ორგანიზმში და ამ კონკრეტულ უჯრედებში იწყება პროცესები, რომლებიც ცდილობენ ამ ზიანის აღმოფხვრას, თუმცა როდესაც ეს ზიანი იმაზე უფრო მეტია, ვიდრე ჩვენს ორგანიზმს შეუძლია რომ დააბალანსოს და აღმოფხვრას, აი სწორედ მაშინ ჩნდება მზისგან დამწრობა. ანუ მზისგან დამწრობა არის მარტივად ანთებითი რეაქცია ზიანზე, რომელსაც ეს უხილავი ულტრაიისფერი სპექტრი ჩვენს კანზე იწვევს. აი სწორედ ამისგან გვჭირდება დაცვა. ზოგიერთი თქვენგანი იფიქრებს, ხო კაი, ახლა დამწრობა ვის არ ქონია, რამდენიმე დღე გაივლის ან კვირა, კანი ისევ დაუბრუნდება თავის ნორმალურ ფერს და ჩვენ გავაგრძელებთ ბედნიერად ცხოვრებას. აი ზუსტად მან ვსდებით ადამიანები, რადგან როდესაც არ გვტკივა, ვფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგად არის. სინამდვილეში კი ამ ულტრაიისფერი გამოსხივებით მიყენებული გენეტიკური ზიანი არსად არ ქრება და ის წლების განმავლობაში მიღებული რუჯებით, ასე ვთქვათ, სუმაციას განიცდის, ანუ გროვდება. 10 წლეულების განმავლობაში მსგავსმა დაგროვებულმა ზიანმა კი შეიძლება საბოლოოდ კანის გადაგვარება და სიმსივნე გამოიწვიოს, როგორც არის მაგალითად მელანომა, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა ან ბაზალიომა. სტატისტიკურად დადასტურებული ინფორმაციით 15-დან 20 წლამდე 5-ჯერ განმეორებული მზისგან მიღებული ძლიერი დამწრობა ზრდის მელანომის, ანუ კანის ავთვისებიანი სიმსივნის რისკს დაახლოებით 70-80%. გარდა იმ ეფექტისა, რომ მზისგან დამცავი კრემები გვიცავენ მსგავსი ავთვისებიანი დაავადებებისგან, მზისგან დამცავი კრემი არის საუკეთესო ანტი-ეიჯინგ საშუალება, რომელიც ადამიანს შეუძლია გამოიყენოს. ეს არაპოპულარული აზრია, მაგრამ სინამდვილეში ასეა. ამას კი ზუსტად აგიხსნით, რატომ, მაგრამ ჯერ გავარკვიოთ, როგორ მოქმედებენ მზისგან დამცავი კრემები. რომ ვიცოდეთ რეალურად არის მათგან მოსალოდნელი რამე საფრთხე, თუ ეს ყველაფერი მითია, რასაც ინტერნეტში სხვადასხვა ადამიანები მოგძახიან. მზისგან დამცავი კრემის ორი ტიპი არსებობს, ქიმიური და ფიზიკური მზისგან დამცავი. ქიმიური შემთხვევაში ის კარგად იწოვება კანზე და სწორედ ამ ეფექტზე სპეკულირებენ ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სისხლის მიმოქცევაში გადადის და ორგანიზმში ნაწილდება, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. ქიმიური მზისგან დამცავის შემთხვევაში, როდესაც მზისგან გამოტყორცნილი ფოტონი ხვდება ამ კრემის შემადგენლობაში არსებულ მოლეკულას, ეს მოლეკულა ამ ფოტონისგან იღებს ენერგიას და მას გარდაქმნის სითბოდ. შესაბამისად, ჩვენს კანზე ის ულტრაიისფერი რადიაცია აღარ მოქმედებს. რაც შეეხება ფიზიკალურს, ეს კრემები შეიცავენ მინერალებს, როგორც არის ცინკის ოქსიდი ან ტიტან დიოქსიდი. ეს მინერალები ამ ულტრაიისფერ სხივებს ირეკლავენ და აბნევენ ჩვენს გარშემო. ხოლო დარჩენილ მცირე ნაწილს კი გარდაქმნიან ასევე სითბოდ. SPF-ი კი, რომელიც ყველა კრემის ტუბს აწერია, ნიშნავს შემდეგ რამეს: Sun Protecting Factor და ამას პროცენტულობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მარტივად რომ აღვიქვათ, ეს მანიშნებელი გვაჩვენებს, რა ხანგრძლივობით შეუძლია ადამიანს გაჩერდეს მზეზე. აი ახლავე აგიხსნით, თუ მაგალითად ადამიანს დამცავის გარეშე დაახლოებით 10 წუთში უვითარდება მზისგან დამწრობა, კრემი, რომელსაც აქვს SPF ფაქტორი 30, ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ამ დამცავით 30-ჯერ უფრო ხანგრძლივად შეუძლია გაჩერდეს მზეზე, ანუ ამ შემთხვევაში 300 წუთით, სანამ მას განუვითარდება იგივე ეფექტი, რაც დამცავის გარეშე ადამიანს 10 წუთში უვითარდება. და ასეა 50-იანის და 100-იანის შემთხვევაში, 50-იანის შემთხვევაში 500 წუთი და 100-იანის შემთხვევაში 1000 წუთი. ახლა კი სანამ საზიანო ეფექტზე გადავალთ, უცებ თქვათ, რატომ არის მზისგან დამცავი ყველაზე საუკეთესო ანტი-ეიჯინგ კრემი. იცოდით, რომ უმრავლეს ადამიანში 70-80% ვიზუალური დაბერების ნიშნების ჩნდება მზის
მზისგან კანზე ზეგავლენის გამო. ამ შემთხვევაში ულტრაიისფერი A ტიპის სხივები აღწევენ კანის შიდა შრემდე, დერმამდე და იქ ისინი იწვევენ ადგილობრივად რეაქტიული ჟანგბადის რადიკალების წარმოქმნას. ესენი ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც მათ გარშემო არსებულ ქსოვილს და ბიოლოგიურ სტრუქტურებს პირდაპირ უტევენ და აზიანებენ. სწორედ აქედან არის გამომდინარე ასევე DNM-ზე მომხდარი შესაძლო ზიანიც. ეს რადიკალები აზიანებენ ასევე კოლაგენს, ელასტინს და ფიბრობლასტებს. ფიბრობლასტები არიან კანში ის უჯრედები, რომლებიც კოლაგენის სინთეზზე არიან პასუხისმგებლები. კოლაგენი კი ალბათ უმრავლესმა თქვენგანმა იცის, რომ კანს ანიჭებს სტაბილურობას და სიმყარეს, ხოლო ელასტინი ელასტიურობასა და კანის მოქნილობაზეა პასუხისმგებელი. ფიბრობლასტების დაზიანების შედეგად კი, რა თქმა უნდა, შედარებით ნაკლები კოლაგენი და ელასტინი სინთეზდება, რაც იწვევს მოშვებული კანის ნაოჭების და ასე ვთქვათ, კანის დაბერების იმ ვიზუალურ ეფექტს, რასაც ყველანი ვიცნობთ. რაც შეეხება იმ გავრცელებულ ინფორმაციებს, რომ მზისგან დამცავი კრემები ჩვენს ორგანიზმში ჰორმონალურ დისბალანსს იწვევენ და ტოქსიურები არიან ჩვენთვის. საიდან წამოვიდა საერთოდ ეს აზრი? ზოგიერთ ლაბორატორიულ კვლევებში უჯრედულ კულტურებზე ისეთმა ნივთიერებებმა, როგორებიცაა ოქსინოქსატი და ოქსიბენზონი, რომლებიც ძირითადად მზისგან დამცავი კრემების შემადგენლობაში შედის, აჩვენეს სუსტი ჰორმონალური აქტივობა და ზოგიერთი უჯრედული კულტურის შემთხვევაში გენური მოდიფიცირების ეფექტი. მსგავსი ეფექტი ჰქონდა ასევე ოქსიბენზონის დიდი რაოდენობით მიღებას ვირთხებში, რა თქმა უნდა, ექსპერიმენტულ მოდელში, სადაც ამ ნივთიერებამ გამოიწვია ვირთხებში ჰორმონალური დისბალანსი და თირკმლის ფუნქციის დარღვევა. თუმცა აქ უმნიშვნელოვანესია დეტალები. დოზა, რომელსაც ვირთხებს აძლევდნენ, არის ასტრალურად დიდი იმასთან შედარებით, ვიდრე ადამიანი მზისგან დამცავი კრემის წასმის შედეგად ორგანიზმში იღებს. იმ დოზის მისაღწევად, რა დოზასაც ვირთხებს აძლევდნენ ამ ექსპერიმენტის განმავლობაში, საჭირო იქნება, რომ ჩვენ ყოველდღიურად მთელ ტანზე დავიტანოთ მზისგან დამცავი 30 წლის განმავლობაში. ხვდებით ხომ დეზინფორმაციას რა ტექნიკური ნიუანსები აქვს? დეზინფორმაცია ძირითადად მუშაობს ასე: მას აქვს შიშის ფაქტორი და დიდი ინფორმაციიდან ამორჩეულია მხოლოდ ის დეტალები, რომელიც სწორედ ამ ძლიერ ემოციას იწვევს ადამიანებში, თუმცა დაფარულია და არ ითქმის სწორედ ის უმნიშვნელოვანესი დეტალები, რომლებიც ამ შედეგამდე მიდის. ამ შემთხვევაში დოზა, რაც გამოყენებული იყო ვირთხების ექსპერიმენტულ მოდელში. მე და თქვენ კი, რომელიც სოციალურ მედიას სკროლავს, ამ ყველაფერს მხოლოდ გართობის მიზნით აკეთებს, მსგავსი ინფორმაციის მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა, არ დაიწყებს სამეცნიერო ჟურნალების და პუბლიკაციების კითხვას იმის გასარკვევად, მართალია თუ არა ეს ინფორმაცია. მაგრამ სწორედ ამისთვის არსებობს ჩემი გვერდი და ეს ვიდეოები, რომ თქვენთვის ეს ინფორმაცია გავფილტრო და მოგაწოდოთ დადასტურებული evidence-based სამედიცინო ინფორმაცია. ასევე მეცნიერებაში უდიდესი განსხვავებაა რისკსა და საფრთხეს შორის. მარტივი მაგალითით რომ აგიხსნათ, კოფეინს ლაბორატორიულ ასევე უჯრედულ კულტურებში შეუძლია უჯრედებზე გამოიწვიოს საზიანო ეფექტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყავა ორგანიზმისთვის საზიანოა, რომელშიც კოფეინი დიდი რაოდენობით შედის. პირიქით, ნორმის ფარგლებში ყავა იმდენი პოზიტიური ეფექტით გამოირჩევა ადამიანის ორგანიზმზე, რომ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. პროდუქტის და მედიკამენტის უსაფრთხოების დასადგენად კი ხდება არა ცალკეული კვლევების ანალიზი და აქედან დასკვნის გამოტანა, არამედ უმრავლესი კვლევების შეჯამებული ანალიზი როგორც ცხოველებზე, ასევე ადამიანებზე, ასევე სტატისტიკური და ეპიდემიოლოგიური მონაცემების დეტალური გაშიფრვა. ასე რომ მზისგან დამცავი პროდუქტები იმ დოზით, რა დოზითაც ისინი გამოიყენებიან, როგორც მზისგან დამცავი კრემი, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და მეტიც, გაცილებით უფრო დიდ ზიანს გვარიდებს თავიდან ამ ულტრაიისფერი გამოსხივების სახით, ვიდრე პოტენციურად მან რამე შეიძლება დაგვიშაოს. და ვიდეოს ბოლოს ყველაზე საჭირო, როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად მზისგან დამცავი კრემი. ის უნდა გადავინაწილოთ ერთგვაროვნად კანზე, მთლიან ზედაპირზე, რომელიც შეიძლება მზის სხივებთან მოვიდეს კონტაქტში და რაც თავარია წყალთან კონტაქტის შემდეგ, ან ტანსაცმელთან ხახუნის შემდეგ, ან დაახლოებით 2 საათის გასვლის შემდეგ, უნდა განვაახლოთ ჩვენი მზისგან დამცავი კრემი, რათა ამ ფენამ მოგვანიჭოს ეფექტური დაცვა. და რაც თავარია, დააკვირდით SPF-ს და დაახლოებით მიხვდებით, რა ხანგრძლივობით შეგიძლიათ უსაფრთხოდ გაჩერდეთ მზეზე. დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო მეგობრებო, ვიმედოვნებ, რომ საჭირო ინფორმაცია მოგაწოდეთ ზაფხულის დასაწყისში და გისურვებთ ემოციებით და მოგონებებით დატვირთულ ზაფხულს. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ კვირაში ახალი ვიდეოთი.